ქუჩაზე ვდგავართ, სადაც 27 ნოემბერს დაიწყო ყველაფერი და ამ დრომდე არ დასრულებულა. იქ სადაც ხალხი ცემეს, აწამეს, დაიჭირეს, აქ დღეს ევროპული მომავლის მცველები არიან შეკრებილები და ითხოვენ საქართველოს გზა დაუბრუნდეს კვლავ ევროპულ გზას. ჩვენ ახლა შეგვიძლია აქ ყოფ ადამიანებს გავესაუბროთ, აქციის მონაწილეებს. 300 დღე გავიდა, ისევ იქ ვდგავართ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო 27 ნოემბერს. რა გზა გავიარეთ, რა გზას გავდივართ და რას ფიქრობთ, სადამდე მივა ეს პროცესები, რომელშიც ახლა ვიმყოფებით? მინდა რომ ყველამ გაიაზროს, რომ ეს არის მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი უწყვეტი პროტესტი. აი ჰონკონგში იყო ესეთი ხანგრძლივი პროტესტი და აი ტოპ 5 ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი შედის და რაღაცნაირად ისტორიული მოვლენის მონაწილეები გავხდით. ყველაფერი გადავიარეთ ერთად, დარბევა, იმედგაცრუება, გამარჯვება, ყინვა, თოვლის სიცხე და 300 დღის თავზე კიდევ აქ ვდგავართ და კიდევ ამდენი ვართ და ეს იმის მანიშნებელია, რომ არ დავიშლებით, სანამ საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ. რატომ არის მნიშვნელოვანი ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე დგომა? რა გაჩვენეთ ამ პროცესში? რუსთაველის პროტესტი არის ამ ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი და ეს უწყვეტობა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის უსამართლობების კასკადი, რასაც ჩვენი დე-ფაქტო რეჟიმი ახორციელებს ყოველდღე, არ ნორმალიზდეს. ამ პროცესის არ ნორმალიზებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყოველდღე ვიდგეთ აქ და ასევე იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი არის დღეს ციხეში. სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ იქნება გარეთ თავისუფლებაზე, სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და ეს რეჟიმი არ წავა, იქამდე ვიდგებით აქ. ძალიან დიდი მადლობა. სინდისის პატიმრებზე აქ რა თქმა უნდა ბევრ საუბრობენ, მათ შორის საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზეც. პოლიტიკოსები ციხეში არიან გამოკეტილი ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო. მე მინდა რომ თქვენი პოზიციაც მოვისმინოთ. მე 300 დღეს პროტესტის მუდმივად ვცდილობთ რომ იდგეთ რუსთაველის გამზირზე ხალხის გვერდით. რატომ არის ახლა ხალხის და ერის და ბერის ერთობა მნიშვნელოვანია? 4 ოქტომბერი მოდის, ამ დღეზე ბევრ საუბრობთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? ეს არის ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებამდე, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს უკან დახევის საშუალება, ამოსუნთქვის საშუალება. ყველამ უნდა გაიაზროთ, იმიტომ რომ ვდგევართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, როდესაც მოვლენები შეიძლება შეუქცევადი დარჩეს. არა უბრალოდ მარცხი, არამედ შეუქცევადი და რაც მეტი ქართველი გაიგებს ამას, ეს იქნება უკეთესი, იმიტომ რომ ვერ გადავადებთ იმას, რაც დროში წყდება. და ამდენად ის რომ ამას გრძნობს ძალიან ბევრი ქართველი ადამიანი. ასაკის მიუხედავად ძალიან დიდი ახალგაზრდული ძალა. ამავდროულად ემიგრაცია ქართული, რომელიც ეხმიანება ამ პროცესებს, ეს არის ის, რომ გრძნობს მთელი ერი იმ დიდ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და აქ მხოლოდ ერთი რამე არის. ვინც იბრძვის ღმერთი მასთან დგას და ვთქვი გავიმარჯვებთ ყველანი ერთად. მადლობა ქართველი ხალხი რომ იბრძვის, ეს აჩვენა ამ პროცესებმა. 300 დღეა რაც ქუჩაში დგანან ევროპული მომავლის მცველები. ქართველი ხალხის ერთობის და პროტესტის ჭახშობა ივანიშვილის გუნდმა ვერ მოახერხა და ადასტურებს დღევანდელი დღეც ამას. 300 დღეა რაც რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი.